შავი ხვრელი, კოსმოსური ფენომენი, რომელიც საოცარი უნარითა და ძალით გამოირჩევა. შესაძლოა სამყარო საიდუმლოებების გასაღები აღმოჩნდეს. ის, რაც დღეს ამ მოუცნობი შავი ხვრელების შესახებ ვიცით, მხოლოდ თეორიებია. მაგნიტური ბელები, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიური შავი ხვრელის საგიტარიუს A ვარსკვლავის ირგვლივ ტრიალებს, ახლა ასტრონომებმა თავისივე მბრუნავი სინათლით იხილეს. უფრო ზუსტად, მასში პოლარიზაციის ეფექტი აღმოაჩინეს და გაზომეს. საინტერესო კი ის არის, რომ იგი ძალიან გავს მსოფლიოში პირველად აღმოჩენილ სუპერმასიური შავი ხვრელის ჭრდილს M87 ვარსკვლავს. იმის მიუხედავად, რომ ფიზიკოსები შავ ხვრელს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოსულ ობიექტად თვლიან, ირონიულია, რომ ისინი ყველაზე მარტივ ობიექტადაც არის მიჩნეული. ამის მიუხედავად, ფიზიკოსები მაინც წლების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ შავი ხვრელები იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ახალი ევროპული კოსმოსური მისია ლიზა კი შესაძლოა ამ თავსატეხის ამოხსნაში დაგვეხმაროს. 1970-იანი წლების მკვლევრები გვეუბნებიან, რომ შავი ხვრელი მხოლოდ 3 ფიზიკური მახასიათებლისგან შედგება: მასა, მუხტი და ბრუნვა. ამ მომაკვდავი ვარსკვლავების სხვა თვისებები კი მაშინ მექრება, როცა ისინი შავ ხვრელებად იქცება. აი, ასეთი მარტივია. ხოლო იდეას, რომ ის თანახმადაც შავ ხვრელს მხოლოდ 3 მახასიათებელი აქვს, უთმო თეორიას უწოდებენ. რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ იმგვარი თმიანი დეტალები, რომლებიც კომპლექსურს გახდიდა. 10 წლეულების მანძილზე ასტროფიზიკის მკვლევარები მრავალ იდეას ამუშავებდნენ უთმო თეორიის ირგვლივ. აქვე ამბობენ, რომ თმიან შავ ხვრელს იმგვარი ფიზიკური თვისება აქვს, რომლის გაზომვაც მეცნიერებს შეუძლიათ. ზემოთ აღნიშნული 3 მახასიათებლის მიღმაა და აღნიშნული სტრუქტურის მუდმივ ნაწილსაც წარმოადგენს. სადღაც 10 წლის წინ ფიზიკოსმა სტეფანოს არეტაკისმა გვაჩვენა, რომ მათემატიკურად შავი ხვრელი, რომელიც მაქსიმალურ მუხტს ატარებდა, შეძლებდა თავისსავე ჰორიზონტზე თმის განვითარებას. ამას კი ექსტრემალურად დამოხტული შავი ხვრელი უწოდა. რაც შეეხება ჰორიზონტს, ის საზღვარია, რომელსაც გადაკვეთის შემდეგ თავს ვერაფერი დააღწევს, თვით სინათლეც კი. თუმცა არეტაკისის მოსაზრება უფრო თეორიას გავდა, რაღაც სააზროვნო სავარჯიშოს, რომელიც მარტივ ფიზიკურ სცენარს იყენებს. ამიტომ მეცნიერები მასზე ასტროფიზიკურად დაკვირვებას არ ფიქრობენ. რაც შეეხება ექსტრემალურად დამოხტულ შავ ხვრელს, თვლიან, რომ იგი შესაძლოა არ იყოს ერთადერთი თმიანი სახეობა. იმის გამო, რომ ასტროფიზიკური ობიექტები, იქნება ეს ვარსკვლავები თუ პლანეტები, ბრუნავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შავი ხვრელების შემთხვევაშიც უნდა ხდებოდეს. თანაც უკვე ამის ასტრონომიული სამხილიც არსებობს, თუმცა მეცნიერებმა მაინც არ იციან მისი თავისებურებები.